ინგა ესეთი სისტემები დასრულებულა სტალინის და ბერიას საბჭოთა კავშირი დაინგრა სტალინის და ბერიას და იმათ მართლა ყავდათ უმრავლესობა ამათგან განსხვავებით ესე ამათმა იციან რომ დგანან ძალმომრეობაზე დგანან დაშინებაზე და ზუსტად იციან ეს და იმიტომ არიან ეს გამწარებულები ხო მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა ბახჩოკ ჰობულოვების და კაცი ჭამეების ტროიკების საბჭოთა კავშირი აი ის დაინგრა და ის დაიშალა იმიტომ კი არა რომ ალტერნატივა იყო და ვიღაცა ძალიან მაგარი ხალხი გამოჩნდა არა თავისით დაიშალა და ჩაიშალა შიგნიდან ხო კი ვიღაცა იტყვის რომ აქ 70 წელი დაჭირდა არა ძალიან მალე მოხდება იმიტომ რომ ეტიმოლოგია ხასიათი ლოგიკა ასეთი სისტემების არის თვითგანადგურების რეჟიმი და ეს თვითგანადგურების რეჟიმი ჩართული აქვს მათ თვითონ ჩართეს ასეთ ტიპის საქციელებით ხო ვინც ძალას ცემს პატივს ვინც ძალას აფეტიშებს ის შეიძლება არ დაგეთანხმოს და თქვას როგორ ყველაფერი მათ ხელშია ატომური საბჭოთა კავშირი დაინგრა ატომური იარაღის ფლობელი და ეხლა ჩვენ უყურებთ ასეთივე რუსეთის გაცამტვერებას ხო დღეარ გავა რომ არ შევხედოთ იმას რაც ეხლა რუსეთში ხდება გმირი უკრაინელი ხალხის ბრძოლის შედეგად და ეს მე მათ მინდა უთხრა რომ ესეთი ლოგიკაა ეს არ გავა ეს ძალის ფეტიში ფიზიკური ძალის ფეტიში ფიზიკური ძალა რომ იგებდეს და ფიზიკური ძალის ლოგიკა რო იყოს გადამწყვეტი კაცობრიობა ქვის ხანიდან ვერ გამოვიდოდა სამყარო ვერ განვითარდებოდა ქრისტიანობას ევროპული ცივილიზაცია ვერ მიიღებდა რომის იმპერია და გლადიატორების ბრძოლები გაიმარჯვებდა საბოლოო ჯამში მარტო ძალის ლოგიკა რომ ყოფილიყო კონსტანტინე დიდი არ მიიღებდა ქრისტიანობას და არ მინდა ეხლა ეს ლექციას დაემკვანოს მაგრამ დაახლოებით რაღაც პატარ-პატარა ნიშნებს მინდა რომ უთხრა მათ რომ ესე მათ როგორც გონიათ არ დამთავრდება იმიტომ რომ ეს დამთავრდება სავალალოდ მათთვის ვინც მხოლოდ ძალას და ფულს და ხილულ სამყაროს აღიარებს ისევე როგორც ეს წამოწყება რომელიც წამოიწყეს რომელსაც არანაირი შინაგანი მორალური ღირებულება საყრდენი არ გააჩნია ხო არანაირი გარდა იმისა რომ ვიღაცებმა დამატებითი შემოსავალი იშოვონ იმის ხარჯზე რომ შვიდობიან მოქალაქეებს გაუსწორდნენ აი ეს არის ხო ეს არა სრულად დარწმუნებული ვარ რომ არ გამოვა ხო მაგრამ აი მაგაზე დგანან ესენი ეს მე ამ განცხადებამ გუჩინდელმა გამახსენა აი ტრადიციების დაცვაზე რელიგიის დაცვაზე რო აკეთებდა ეს ახალგაზრდა კაცი განცხადებას გამახსენდა მაგალითად გარეჯი საქართველოა ეს ცნობილი კამპანია ერეკლე პაპას დასაცავად გამოსული აგრესიული ხალხი თითქოს თავიდან შეიძლება ვიღაცები ბოლომდე ვერ ხვდებოდნენ რას ემართლებოდნენ აგრესიის ადრესატებს ხო ეხა ერეკლე პაპას ვიცავდა ერეკლე მეფეს ვიცავდა გარეჯი საქართველოა მაგრამ მიზანიც ეგაა როგორ ჩანს ქართული ოცნების შინაარს გამოცლილი დაპირისპირება და აი ამ დაპირისპირებაში ძალის გამოყენება იმიტომ რომ აი მე უნდა განსაზღვრო ვიღაც ჯგუფმა ვინ არის ტრადიციების მოწინააღმდეგე მითხარი რატი რა არის ქართული ტრადიცია რა არის ჩვენი ღირებულებები რის დასაცავადაც თითქოს გამოყავთ ეს ხალხი ან ვინ უნდა განსაზღვროს მართლა ეს თავდასასხმელთა სია საერთოდ ვინ უნდა განსაზღვროს ეხა თუ ვიღაცას არ მოსწონს რომელიმე კონკრეტული მწერალი მაგალითად ნოდარ დუმბაძის გარშემო რაც იყო კამპანია აგებული მე ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძე მაგრამ თუ ადამიანს ვიღაცას პირობითად ვამბობ ან ნოდარ დუმბაძე თუ აკაკი წერეთელი რა მნიშვნელობა აქვს იტყვის რომ არ მოსწონს ანუ მას უნდა დაესხან თავს აი რა არის ეს პოეტი ხარ ალბათ ბევრი გიფიქრია ამ დღეებში როცა აი მაგალითად კომიკოსის გარშემო აგორდა ეს ამბავი ამ თემაზე რას ეფუძნება ეს აი ქართული რა არის ქართული ტრადიცია ჭითხე ინგა და აი ქართული ტრადიცია არის 3 წლის წინ ძალიან კაი კაცი შუა ქართლში ლომისას საყდარში სანთლების დასანთლებად რო წავიდა დასანთებად კარები რო გახსნა და
რომ მოკლეს. აი ეს არის ქართული ტრადიცია, აი ეგ იმპულსია და აი ამაზე მე ვერ ხვდები, ამაზე რატო ეს შეიძლება არ შეგეხოს ადამიანს? ეს ხალხი, ეს სპორტსმენი ხალხი, ამას პროტესტის გრძნობა მინიმუმ არ უჩნდებათ ასეთ დროს, რომ შენს ქვეყანაში ქართველ კაცს, რომელიც სანთლებს ანთებს საყდარში და იმას თვალწინ გიკლავენ. აქ რა ხდება მაინტერესებს? აქ როგორ რას ფიქრობენ ამ დროს? რა განცდები მოздით? საინტერესოა უბრალოდ. ხო, ძალიან საინტერესოა. ეხლა გაიხსენე თამაზგინტურის შემთხვევა, ხო? ლომისა შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის დედას შევ და მე მრავალ წერტის დავსვავ, რომ ადამიანმა ესე ღიად და პირდაპირ დააფიქსირა საკუთარი სათქმელი და ამ დროს როგორი კორექტულები ხდებიან, როგორ საერთოდ არ ჩანს ეს ხალხი ამ დროს? კი ბატონო. რატი ილია ჭავჭავაძის აქვს ეს ლექსი, აი პოეზიაზე მკითხე, ხო? აი ეს ყველაზე მძიმე, ასეთ გარეთ მხდალი შინძლიერი. ხო, აი ეს ბედნიერი ერის ეს რომელიც აი ძალიან მწარე და ძალიან მძიმე ლექსია, ხო? ესეც შეიძლება გაასამართლონ, იმიტომ რომ არის ღირებულებების ვიცი, ხომარ ხელყოფს ეროვნულ ღირებულებებს ჩვენისთანა ბედნიერი რა თქმა უნდა, ბედნიერი ერის გამო აუცილებლად შეასკდებოდნენ ალბათ ილია ჭავჭავაძეს და არა მხოლოდ მას გადმოგირეკავენ ეხა ჩვენი პროდიუსერები. აქვე შემოვიტანდი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდესო და რომ აღნიშნა ქართული ოცნების წარმომადგენლები ფაქტია, რომ უკვე მორიდებითაც კი აღარ საუბრობენ. ანუ რატი ეხლა მეთქი თან შემოვიტანდი ამ ჩვენ საუბარში შალვა პაპუაშვილი ვახსენეთ წეღა, რომელსაც დამატებითი ეპითეტი რაღაც თიკუნი აღარ სჭირდება და მის განცხადებას ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდესო და აი ამას რაღაცით ამყარებენ. აი მე მგონია ტყუილა არ ვსვამ ეხლა ამ კითხვას ამ თემის კონტექსტში, მე მგონია რომ ემზადებიან ღიად რაღაცის სათქმელად, რაც ჩვენი არ გესმით ჩემი ხმა, რაც ჩვენი კონსტიტუციით არის განსაზღვრული ამ ქვეყნის საგარეო ვექტორი, ემზადებიან რომ უკვე ღიად გვითხრან ის, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გვითხრა მოლაპარაკებების შევაჩერე თუ აი ესე აი ამ ფორმით და რასაც მოყვა მერე საპროტესტო გამოსვლები ამ ქვეყანაში და ეხლა როგორც ჩანს ემზადებიან ამისთვის, მე ეს განცდა მაქვს ყოველ შემთხვევაში და აი ამიტომ დაიწყეს ამ ეროვნული ტრადიციების ხო, ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს, რაღაც აი ამ ხაზით აპირებენ როგორც ჩანს წაიყვანონ პოლიტიკა. ხო, აი უნდა დავთარგმნოთ მათი სიტყვები, ხო? სუვერენიტეტი არის ჩვენი ძალაუფლებაში ყოფნა, მუდმივი. აი, როდესაც ამბობს მაგალითად ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელი საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტი. და გავაკეთოთ სხვა შორის ოცნების ლექსიკონი. რას ნიშნავს? ჩვენ უნდა ვიყოთ ძალაუფლებაში. შეუძლებელია რა არის ევროპა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებათა დაცვა. ამას ჩვენ ეს თუ გავაკეთეთ, ჩვენ ვერ ვიქნებით ძალაუფლებაში, ხო, მუდმივად. ამიტომ ჩვენი სუვერენიტეტი ირღვევა. არის უამრავი სიტყვა, რასაც ესე კონტექსტის არცოდნის შემთხვევაში და ქართული ოცნების არცოდნის შემთხვევაში ეს სიტყვები დამოუკიდებლად კარგად ჟღერს, მაგრამ ეს სიტყვები ამ კონტექსტში რო გესმის, სულ სხვა რაღაცას ნიშნავს. ეროვნული ღირებულებების დაცვა ნიშნავს გაუსწორდე ადამიანს, რომელიც შენ საპირისპიროდ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს დაუპირისპირდ. არის უამრავი სიტყვა, რომელიც პირდაპირ იკითხება ძალიან კონკრეტულად, ხო? და ეს სიტყვები ერთი შეხედვით კარგად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკური, ეკონომიკური ძალაუფლებით გაუმაძღვრობა და ძალაუფლების სიხარბე, სრული სიხარბე. აი ამას ნიშნავს მათი სუვერენიტეტი. სიტყვა სუვერენიტეტი.
ხო? და ასეთი სიტყვები ძალიან ბევრია. რაღაც სიტყვები არის გაუგებარი, რომელიც დღემდე ვერ გავარკვიეთ რა არის, მაგალითად გლობალური ომის პარტია, Deep State, რომელსაც არ ვიცი თვითონაც თუ იციან ეს სიტყვები, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან მოწონთ იმდენს იმეორებენ. მე გეთანხმები იმაში, რომ ეს არის წინასწარი ძალის ჩვენება, მათ მოწონთ ეს ძალის ჩვენება, ესეც რუსულია და იქიდან ნასწავლია მოდის ეს შპარგალკები და გაიდები, რომლის მიხედვითაც ისინი იქცევიან ასე და სავარაუდოდ ემზადებიან იმის საბოლოოდ რომ ჩაჭრან საქართველოს ასე ვთქვათ ცივილიზაციური კავშირი, ცივილიზაციული ჭიპლარი, რითაც საქართველოს ცივილიზაციას არის მიბმული, რა ვიცი, რაც არსებობს ეს ქვეყანა, რაც ეს ენა არსებობს და რაც ეს კულტურა და რაც ეს ერი და რაც ეს სახელმწიფო არსებობს, აი ის ხაზი უნდათ გადაჭრან და ხანდახან ინფანტილურად გავიფიქრებ ხოლმე რომ რა როგორ ბედავენ რომ აი ამ ხელა კულტურის ამ ხელა უწყლეტი სახელმწიფოებრიობის კულტურის სახელმწიფოებრიობაში ქონდა წვეტა ბუნებრივი ქვეყანას ჩაუჭრა მთავარი მამოძრავებელი მთავარი შინაგანი და ეგზისტენციალური ზარღვი და სულიერი ღირებულება ამას საკუთარ თავზე როგორ იღებენ ამ ხელა ამბავს ანუ რა არის ის რაც მათ ესე აბრმავებს ფული ძალაუფლება კომპრომატი აი რა არის ის რომ აუქმებს მთელ ქართულ კულტურას მის სვლას მის წრაფვას ცივილიზაციური სამყაროსაკენ და იმის გამო რომ ტელეიმედში ესენი გამოჩნდნენ ან რაღაცა დანამატები ქონდეთ ვისგანაც აქვთ ხოლმე, ამ ხელა რაღაცას უკეთებენ ქვეყანას. ანუ მარტო ცხოვრებებს კი არ უკეთებენ. ვინც აღარ ცხოვრობს, იმათაც და ვინც ჯერ არ დაბადებულა, იმათაც უსაზღვრავენ მომავალს ბჭყალებში, ხო? სამწუხაროდ კი. ამაზე ნეტა არ ფიქრობენ, ან რა ძალა აბედინებს იმას, რომ წახვიდე აი ასეთი დიდი უწყვეტი ისტორიისა და სახელმწიფოსა და კულტურის წინაშე, რაც ამ კულტურაში დევს. ხო, ჩემი ღრმა რწმენით მიდის მაგისთვის მზადება და აი ამიტომ წამოიღეს ახლა ისევ წინ ტრადიციები, რაღაც ქართული ტრადიციები, რელიგია და ასე შემდეგ, მოკლედ. რამდენ ტრადიციას, ეს არა აქვს, რამდენ აგონ მე რამდენ ტრადიციას ჩამოთვლიან ან ვინ ებრძვის ქართულ ტრადიციას, დასავლეთი ებრძვის, ან ვინ ებრძვის რელიგიას, დასავლეთი ბრძვის, მაგრამ როგორც ჩანს, აი ამისკენ მიდის მზადება. ყოველ შემთხვევაში ჩემი განცდა ასეთია და კიდევ ერთ კითხვას დაგისვამ რატი და დაგემშვიდობები, რა არის დღეს შენი სათქმელი აი ამ გამძვინვარებულ რეპრესიებთან დაკავშირებით, ხო? უკვე Facebook სტატუსების გამო გამოკეტილი ადამიანები ციხეში, მათ შორის მედია წარმომადგენელი აგერ ვახო სანაიაზის ეხლაც ამ წუთებში ციხეში შემდეგი იყო ახობაძე ანუ ხანდახან ვფიქრობთ ხოლმე რომ ყველას ხო ვერ დაგვიჭერენ ყველას ხო ვერ გვცემენ არ გვეშინია ვამბობთ მაგრამ აი მაინც თვითონ რაზე აქვთ გათვლილი მაინც მივდივართ რა ეხა კითხვა დავსვი და მაინც მივდივარ იქითკენ რომ მიდიან ბოლომდე გზის ჩასაჭრელად ჩვენი ადგილი სადაც არის დასავლურ ორბიტაზე რომ აღარ ვიყოთ ამ ორბიტაზე და როგორც აქვთ, როგორც ჩანს დავალება მიღებული, ბოლომდე უნდა შეასრულონ. აბა, სხვა რას უნდა ემსახურებოდეს ვიღაც მებრძოლების, MMA-ის მებრძოლი იქნება თუ ვიღაც მოძალადე ჯგუფებისგან დაკომპლექტებული რაღაც ახალი მოძრაობის შექმნა და ღიად გამოყვანა. გეგონება ამდენი ხანი მაგათზე არ იდგნენ და ნიღბებით ეგ ხალხი არ ყავდათ გამოყვანილი, როცა ძალადობა სჭირდებოდა ტრადიციების სახელით. ინგა ძალიან ძიმე დროა. მართლა ძალიან ძიმე დროში ვცხოვრობთ და ეს უნდა ვაღიაროთ. მაგრამ ჩვენ როდესაც ვფიქრობ ამ დიდ ბრძოლაზე, რაშიც ყველანი ვართ, ჩვენ ამ ქვეყანა, ამ საზოგადოებამ გაიღო თავისი მსხვერპლი, რაც შეეძლო. ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ხალხი, აი ძალიან მაგარი ხალხი. ჩვენი სინდისის პატიმრები. გაუტეხელი ხალხი. ნაღდი ხალხი.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, ეს გაუტეხელობა, ეს მაგალითი, ის ხალხი, რომელიც ახლა ამ რეჟიმმა გამოკეტა ციხეებში. მათი სინდისი არის მთელი საქართველოს სინდისი. ეს ხალხი არის საქართველოს სინდისი. პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენ ყავს ერთმანეთი, აი თქვით ბნელი დროა, მძიმე დრო. ეხლა ყველანაირი ზედმეტი პათეტიკის გარეშე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ არ ყავს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანური ურთიერთობები, ადამიანური გაფრთხილება და ერთმანეთის გვერდში დგომა ეს არის საუკეთესო ბრძოლის გზა, რომელიც ამ ბნელ დროს გადაგვატანინებს. რომ გავიყვანოთ ერთმანეთი ამ სიბნელეში. და აი ამ ერთმანეთზე ზრუნვაში და მხარში დგომაში ჩვენ ერთი შევინარჩუნებთ ამ აუტანელ ბრძოლაში ადამიანობას, ამ დეჰუმანიზირებულ სამყაროში ადამიანურ სახეს ერთმანეთზე ზრუნვა შეგვინარჩუნებს და ერთმანეთის მხარში დგომა და ის ხალხი, რომელიც ჩემთვის ეს ხალხი არის იმედი და რწმენის საფუძველი. რომ ხო, ჩვენ ამ ბრძოლაში, როცა უიმედობა მომიცავს, არ არის უიმედობის დრო, იმიტომ რომ ამდენი ახალგაზრდა, ამდენი პროფესიის წარმომადგენელი, რომელთა სახელები და გვარები არ ჩამოთვლით, არ უნდა დავიღალოთ, ხო? წერლები, ჟურნალისტები, მსახიობები, სტუდენტები, უამრავი ადამიანი, ძალიან კარგი ხალხი. ამ რის გამო? ამ ქვეყნის მომავლის გამო. ამ ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანის გამო. დღესაც ციხეში არის. ეს ერთის მხრივ ხომ საზარელი ამბავია, მაგრამ ამავე დროს ამ ტანჯვაში ეს არის იმედი, რომ ამ სხერპლზე, რომელიც მათ გაიღეს, აშენდება ის მომავალი, გამოანათებს ის სინათლე, რასაც ჩვენ ასე მართლა ძალიან ველოდებით და ესეთი მონატრებულები ვართ ამ შუქს და ამ სინათლეს. როდესაც გავიღიმებთ, როდესაც ვიქნებით გახარებულები, გავაღებულები იმით, რომ საქართველოს განარამე განსაკუთრებული ბუნებრივი განვითარების რიტმს დაუბრუნდება. დაუბრუნდება ჩვეულებრივი და ბუნებრივი განვითარების რიტმს, რომელსაც ეხლა მოწყვეტილია. კი ბატონო, ეხა გამახსენდა 2022 წლის შენი ლექსია, გამოდი გარეთ და მთავრობა გადადგიო და თუ გახსოვს ზეპირად, მოდი მაგით დავამთავრო თუ არა და მე წავიკითხავ მაშინ შენთან ერთად და დაგემშვიდობები, ოღონ ჯერ არა. მოკლედ ეს არის რატის ლექსი 2022 წელსაა დაწერილი ყვირილი მარშით. ასე შეიძლება ჩაწვე და გაგიჟდე, გადადე ოცნება, გადადგი ნაბიჯი, იგრძენი მიწა და ფეხქვეშ ნიადაგი, გამოდი გარეთ და მთავრობა გადადგი, ვინც მტერთან შეიკრა ზავით და მალე შენ დაგტოვებს აწმყოს და მომავლის გარეშე, ოცნება გადადე, გადადგი ნაბიჯი, უთხარი FSB-ს აქაურ ნაბიჯრებს, რომ მალე გაგიშვებთ, აქედან გაგიშვებთ, უფაში გაგიშვებთ, სვერდლოვსკში გაგიშვებთ, ასე შეიძლება ჩაწვე და გაგიჟდე, თუ კი არ გადადგი ახლისკენ ნაბიჯი, მხარი მხარს, გული გულს, თვალი თვალს, ხელი ხელს, რაღაც რომ დაიძრას, გაცოცხლდეს, შეირხეს. რატი ამაღლობელი. მადლობა რატი, რომ იყავი ჩვენი სტუმარი. მადლობა ინგა, შვენივრად წაიკითხე. მადლობა. მე მგონი ზუსტად ასე უნდა დამემთავრებინა ჩვენი დღევანდელი ინტერვიუ. დიდი მადლობა შენ, დაგემშვიდობები.